დღეს მე ისე მიწაში ვარ და ამჯერად 3 დღის ნაცვლად ჩავდივარ 8 დღით. აბა დამარხეთ ცოცხლა. რატო ზაზარებს მიწა? აურას კაცოა ხოჭდა ჩადიხარ კუბოში. უბრალოდ ვიდეოს ამდენი ხანია როდები ძო სადაა ვიდეო? ვატყით როდის ჩადიხარ კუბოში? სადაა კუბოს ვიდეო? იგი ძო კუბოს ვიდეო როდის იქნება? მისტერ ბის როდის უჩნი რეკორდს? და ოფიციალურად 8 დღიანი კუბოს ჩელენჯი დაიწყო. და ამ ვიდეოს გენერალური სპონსორი გახლავთ ამბასადორი. გირადი და არ გინდა ეს კუბოში ჩასვლა ხო იყავი ერთხელ უკვე რა გინდა გული მომისკდეს როგორ დავიძინა ეს როცა ვიცი რომ შენ კუბოში წევხარ არ გინდა არ შეიძლება ესე და რა აცუდი გზნობაც აუ აქცბაო როადრე რადგან ამ ჩელენჯში მისტერ ბიც უნდა მოუხსნა რეკორდი, კუბოს ზომებიც იგივე ავიღეთ. კუბა კი შედგება 2 მილისგან. ერთი, რომელშიც ვენტილაცია გადის და საიდანაც ჟანგბადი მომეწოდება, ხოლო მეორე მილი კი საკვებისა და ელექტროენერგიისთვის. ჩემი მეთვალყურე კი იქნება 10-ში, რომელიც 24/7-ზე მიყარაულებს. თუმცა ამ კუბოს იმდენი მიწა აყრია, რომ 10-ის მინიმუმ 3 საათი დასჭირდება ამოსათხრელად. რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც დამმარხავენ, იქიდან ამოსვლა 10-ის გარეშე შეუძლებელი იქნება. ანუ აქედან ჰაერი გამოდის გარეთ, იმიტომ რომ აქ არის საკენებული ეს გამწოვი. გიგი როგორ ახარ? როგორ ახარ? თავი. დაგარე მოყო თავი? და რაც თავარია მაინც მეგობარი რო არ მოხდეს მე ექიმი მოდი. ექიმი მეგობრებო რამე რომ მოვიდეს ყოველთვის იქნება ჩვენთან ერთად აი აქ დაიძინებს და გადაარჩეს. და ალბათ ზოგიერთ თქვენგანს გაუჩნდა შეკითხვა. რა მინდა კუბოში? და ვისი რეკორდის მოსახსნელად ვარ. მაგრამ ეს ისტორია დღეს არ დაწყებულა. ამისათვის უნდა დავბრუნდეთ 2023-ში. იმ დროს, როდესაც მე პირველად შევდგი ფეხი YouTube-ზე. Hello everyone, my name is George Katamadze and welcome to my YouTube channel. It sounds weird, yeah. მაგრამ ერთ დღესაც სრულიად შემთხვევით ვნახე მსოფლიოში ყველაზე დიდი YouTuber-ის ვიდეო, Mr. Beast-ის, რომელმაც 7 დღე კუბოში იცხოვრა. მაშინ გავიფიქრე, ამას ცოტა აკლია თქო. მაგრამ ეგრე ხომ მეც მაკლია თქო. მაგრამ მე დავფიქრდი, ეს ხო შესაძლებელია. და თუ ამან შეძლო, ოდესმე ხომ მეც შევძლებ თქო. და იმ დღეს საკუთარ თავთან დაიდო სიტყვა. როცა დრო მოვა, როცა დონეს ავწევ, მე ამ რეკორდს მოვხსნი. და აი ახლა, 2 წლის შემდეგ, აი ამ კადრში მე ვარ, კუბოში. ჩემ GPS შენ ხელები ზღაპრის ჩიტები დღერიან. გიგი, რომ მოკვდე მანქანას ხომ ემიტოვებ? არა. აბა ვის უტოვებ? ბავშვთა სახლს. ხო და მე არა მოგთხრი მკიდია იყავი. გიგი, ქშია? ბიჭო, კი რა ვიცი. წელი წვადი ხაჭაპური შეიძლება. მე ხო ყველაფერზე თანახმოვარ რომ ჭამ. და ამ დამღლელი დღის შემდეგ მოვიდა ძილის დრო, რომელიც იქნებოდა ჩემი 8 დღიანი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ანუ მინდა რომ გავაღვიძო მეგობრებო გიგი, მაგრამ აი აქ ნახეთ ჩანს რომ მკვდარივით ძინავს რა. აქ უყურებ ხოლმე და ვაკონტროლებ. აქედან გავინარი არ ვაღვიძებებ. კაცი კუბოში არის. რა უნდა აკეთოს? მაქსიმუმ ყველაზე კარგია რომ ეძინოს რომ მალე რომ გავიდეს და ამიტომ არ გავაღვიძებ რომ ეძინოს. გიგი! რა ვახარ გიგი? აჯი! აჰა! რა შვები შეჩემა? მე რავი ბიჭო, სახს ვალაგებ, რაღაცა ცხარი მოვაშენი აქეთ ჩემსკენ. აქ ძმაო, ცხოველები ვსტუმრობენ. მოგრი დაჭის დავენძლავე მეგობრებო, რომ თუ ამოვედი 8 დღე. დე, ანუ 8 დღე თუ ვერ გავკაჩე, 10-ში სტატუ მარჯვენა ხელზე თავის მარჯვენაზე ოღონდ. უნდა გავიკეთო. ესეთია შეთანხმება.
აქ უკვე მეორე დღის ბოლოს უახლოვდებოდა და მოწყენილობაც იქ აღწევდა. და უეცრად მოხდა ის, რასაც არ ველოდა. მეორე ვარია. აჩი ტელეფონი დამეცი. მაპატიე ხალხო. რაღაცა მანაკი შემოჩამოვალ. კიდე ეს მინდა. და იმ დროს როცა მე ჩემ თვალს მივტიროდი, ამ დროს აჩი ცხრების თვლით იყო გართული. ეხა გამოვედი სახმანქანიდან და ის ნახე ჩემი სახმანქანის უკან რა ხდება. აი მე რამდენი არია. და ამასობაში იწყებოდა რუტინული ღამეები, სადაც ჩემი ერთადერთი ხსნელი ძილი იქნებოდა. Somewhere over the rainbow, Gigi down the ground. რალამაზი დღე გათენდა. აჩი გვიძავს დასხი დავლიოთ შეჩემო მაგარი ამინდა დღეს დასალევი ამინდა. ხა გეღირს საშენ გაღვიძება? ბიჭო მე სუფხიზლათა ვარ ძმაო თვალებს ვასვენებ. ამ ვიდეოში გვეყოლება სხვადასხვა იუთუბერები, რომლებიც შეეცდებიან ჩემს დამარცხებას სხვადასხვა გამოწვევებში. წაგებულს კი ელის ძალიან სასტიკი სასჯელი. ამბა ძმაო გაიგე სტუმრები მოგვიდნენ. სტუმრები მოვიდნენ. პირველი სტუმარი არც მეტი არც ნაკლები ქვეწარმავალთა რისხვა თვით კაკო მოვიდა. ესეთ გაჭიროებაში რომ გაგიცანის უძია, მაგრამ გიგი რა შვები? მოხვედი? ვა ბიჭო აქედან ვაფშე სხვანაირი ხარ. როგორ ახარ? შენ როგორ ხარ? ეხლა შეიძლება ვიხტონა რისკი. იგი მიდი კაცო, მე დაჟე თავიდან მივიხტონა. წესები ძალიან მარტივია. იუთუბერების განკარგულებაში იქნება 5 მწერი, რომელიც კომპანია Glim Store-მა მოგვაწოდა, სადაც მსგავსი ცხოველები და ეგზოტიკური არსებები შეგიძლიათ შეიძინოთ. თითოეული იუთუბერი ამ მწერებიდან ერთ-ერთს აირჩევს, რომელიც დამარცხებულს სასჯელის სახით შეხვდება. ბიჭო, არჩიე. ბიჭო, ხო იცი რაც უნდა ვარჩიო წესით, მაგრამ რატომღაც არ ავირჩიო მაგას. მოდი იყოს ეს. მატლები არ ჭამა გინდოდა. ბიჭო, მეთქი თუ ჭამა მოგვიწევ, ჯობია რომ მატლი იყოს. აჩი დასვავს კითხვებს და ვინც უფრო ახლოს იქნება პასუხთან, ის გაიმარჯვებს. და კითხვა ნომერი 1. სულ რამდენი სახეობის გველი არსებობს დედამიწას? პირველი ამ კითხვაზე პასუხს გასცემს გიგი კუბოდან. გიგი გისმენთ? 300, მე 300 მახსოვს. 299. 299-იო და თქვა. მეტი არის ბიჭო, მეტი იმრა. არ ვიცი, და რადგან ChatGPT-ის და Google-ის მონაცემებით ამაზე 10-ჯერ მეტი გველი არსებობს, გაიმარჯვა გიგი კატავაძე და 1 გულა გიგის. ტაში დაუკარით ვინმე? აი, გენაცვალ. 1 გულა გიგის, მოკლედ მე კაკო შენსკენა ვარ, რო იცოდე. რამდენი ძუძუმწოვარი ბინადრობს ანტარქტიდის შემოგარენში, ოკეანეებში და იმენა ანტარქტიდა? ხო, აი ანტარქტიდაზე რამდენი ძუძუმწოვარი ბინადრობს. შენ თქვი ახლა. ეხლა არა, შენ თქვი. აი. მე ვიტყვი 11-ს. 11? 12 მგონია. 12, 11. და მე შორიშოს თქვა არ გინდა და ის სეიმს თამაშობს, რომ 11 არ ნაკლები. კარგი. და ანგარიში გახდა 1. რადგან ბინადრობს 25 სახეობის ძუძუმწოვარი დაახლოებით. ზანდებილებიც არ ის გამოჩნდა. არის, სხვათა შორის ესენი ჭკვიანები ყოფილან. ხოჭო? სულ რამდენი სახეობის მაიმუნი არსებობს ამ ოპა. აბა შენ თუ იცი გიგი? შენ იცი ხო ზუსტად? კი. ატარა. აი, მაშინ მე ვიტყვი 55. 35. 40. 56. დაიზინა. ცუდი კაცია რა. გეუბნები 56. და ანგარიში გახდა 2. მისასალმება.
ლოგიკურია ხომ? 2-1. მიწის ზემოთ ყოფი ხალხის ასარგებლოდ. კარგია. რამდენია? 2-1 არის ანგარიში. რამდენია? 200-ზე მეტი. 200-ზე მეტი სახეობა. ესე ჩამოყარეოთ. პირი გააღე? პირს არ გა. აი, ნახეთ. არ მინდოდა. იუთუბერისთვისო, აი. რას უკეთებს, კაცი? რა, ნახე ხო დაცემულია. საწყალი ანგელოზი. აი, ესე გამოიყურება, რომ იცოდეთ. ულამაზესი მატლები. მოიცა ერთი თავისი წამოვიდეს. გალოკა. ვაიმე, რა ცუდია. ერთი პირში გაქვს იგი. იმენა თავზე აყრია. ეს როგორ მოვაშორე? აი, ხო არ დავამატოთ იქ მეორეები. დაიცა. იმენა ნახე, იმენა. ნენეა ლეველები რო იწევ. მოდი ესეთი რაღაცა შემოგთავაზებ. ხო. კალიას შევჭამ. ხო. ცოცხალს. თუ წავაგე. თუ არა და ჩამოგიყრი. კალია შეჭავს ცოცხალს. თუ არა ჩამომი. ოპა, დაიძაბა. დავა, რას დავაშევ? რას დავაშევ? აჯიმანიეთ. მაგაში აჩქარა ჯობრი, ხო? ეს რას ამჟდები? კაკოს ვაჭროვამებს. მეორე ლეველი შევთავაზე გიგის, რადგანაც ეს ხელცარიელი აღარ მინდა, არ მინდა წავიდე. თუ წააგო გიგიმ, ეს უნდა ჩაუყარო 6 ცალი კალია. მაგრამ მე თუ წავაგე, სამაგიეროდ მეც სფეროს გავიღებ და 1 ცალი კალიის ტანი უნდა ვჭამო. თავი ცოცხლად დავტოვო. რა ბრუტალური კონტენტია. დაიცა. დაგერხევა. მოვიგებ. შეჭება მეძუძური ქალი ხარ თუ რატო ყავს ეს? მე დავბავარ ძმოაგე. კაი, დავაი კითხვა. რომელ წელს დაარსდა YouTube? რომელიც უფრო ახლოს იქნები? დავაი, პირველი შენობა. 2003 წელს. ეხა შეგიგი. აუ, მე არ ვიცი რომელი წაგებამ რომ გამიხარდება. აჭიმანია. ანუ YouTuberები არიან დაარსების წელი, ბიჭო, როგორ შეიძლება ეჭვი გეპარებოდეს? გული რაღაც სხვას მეუნება, ინტუიცია სხვას და. ბიჭო, მალე. აი 2004. საბოლოო პასუხია? ხო. 2004. კარგი. ესე იგი, კარტა თქვა 2003 მიღებულია კიდია. всё, მე გკითხე და ეგ არის. 2002 იყოს. 2000 და YouTube-ი შეიქმნა 2005 მოკლედ როგორ შევთანხმდით? ერთ ჭამ 5-ს ვაგდებ, ხო? აუ, რატო გადაწყვიტა რომ უნდა ეჭავა? ბიჭო, ეგ მეგრე მითხეს რომ იჭმევაო თან. შვედში? ხო. ცოცხალი? კი. კალორიები დათვალე პროსტა მანამ ჩაკვიჩა. რომელი გავწიროთ კიდე? აი ეს. რატო გადავწყვიტე მე? არ უნდა მაგას სხვა დაიჭირე. დავა, ეგრევე ატაკე. ბიდი გემრიელია. აილე. ჩაკვიჩა? ჩაკვიჩა კი არა გადა. კაია. ბიჭო, მაგარია თო. დავაი დაცხე. ნახე მაგა. არა, ნახე, შედი დო გასინჯერა მაგარია. აუ, მომა. არ წამიგია ხო არ მე. აუ, აუ, კაი რამდენი. უსამართლოა. აი, უსამართლოა. ამოდი და რაც გინდა ის მიქნე თუ უსამართლოა. მომის პინცეტი მაგზე? უსამართლოდ მოიქეცი? აუ, ბიჭო, რა სტროფები არის? აჰა, პინცეტი აიგე. რამდენი წავს? იგი მართლა უსამართლოდ მოიქეცი, ამოდი და კაცურად დავილაპარაკოთ. აქ ვარ, არცად არ გავმივარ. აუ, არა, ბიჭო, მექცევინა რომ. პინცეტი ჰა? ბიჭო, პინცეტი რა ვიცი, მომე. რა 5 უნდა იპოვო ქიკი. 5 უნდა იპოვო. მიდი გიგი შეაგროვე, მიდი. ამას შეხებით, ბიჭო. ნახველების რაოდენობა კი არ წყდებოდა. მოდიოდნენ მსახიობები, მოცეკვავეები. და ასევე მოდიოდა დედაჩემი ყოვალკი, რომელიც მანქანიდან ვერ გადმოდიოდა, რადგან ძალიან განიცდიდა. თუმცა კუბოში ძილი არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა, რადგან კოშმარები ხშირად მესიზმრებოდა. აჩიკო რა შვები, ღვიძავს აჩიკო. მღერი შეჩება. შენ გიმღერი, просто არ გესმის. უშინ
ორჯერ გამეღვიძა რაღაცა კაცუნის ხმა იყო თუ გატეხვისი იყო და მეთქი თარხეული მაგდა. მეგონი მართლა გატეხილი აქ. აუ დილით რო იმერაციაში ჩამძახე მეთქი რა უნდა ჩემი და მე რაღაცა მეთქი სიზმარია. მეგონი არ იყო სიზმარი და ანუ გატეხვის ხო მართლა გავი რაღაცა მეგონა რომ გატყდა, აი გაიფსარა, გაბზარის ხო იყო უეჭველი. და მეგობრებო დღეს უკვე აუ ენერგია მართლა აღარ მქარავს. აი იქით ხარეს რომ მინდა გავიდე რაღაცა რო ავიღო, მაგალითად ნასკი რო ავიღო